ამ ხალხს მივაქციოთ ყურადღება. საერთოდ არავინ არ ლაპარაკობს, თითქოს არც არსებობენ რა. არა და ესენი არიან ქართველები და ამათ უყვართ საქართველოს სიგიჟემდე. ჩემი ძმაკაცები, ჩემი კოლეგები, მასწავლებლები სახში ვერ ბრუნდებიან, იქ ჩავიდნენ, ისეთი ფასებია, კაი ნახეთ თქვენ თვითმფრინავის ფასები. ხუმრობენ კიდევაც ბარსელონაში მივდივარ თუ საინგილოში. და მე კიდე დრო 1000 გადასხდომა უნდა რა. და რაღაცა გამონაკლისი ხო შეიძლება დაუშვან, მათზე მაინც დაბრუნდნენ საკუთარ სახლში. აი მეგობრობა ესე და სამხრივი მეგობრობა მე არ გამიგია. ლამბის ველაპარაკე და კახში ცხოვრობდა მე აქ ვინ არჩუნებთ ქართულ ენასო და ქართულ სკოლებში დავდივარ და ასე შემდეგ, მაგრამ ზაქათალაში და ბელაქანში ხო ქართულ სახელებსაც კი უშლიან და გვარების უშლიან, ნუ ქართული სახელებითი არ რა. და დაკარგული არ არის, აბა რა არის, ვადა კონტრაქტს კი გავავიდა დრო, მაგრამ ვინ არის პატრონი რომ დავიბრუნოთ, არა ყო ჩვენ მეგობარი ზე სახელმწიფო, ამას ყავს და ბრატაობენ ახლა რა. რაც ბიჭი იძახს ახლა რაღაც შეშინია თუ ამას, რაღაც აფრკოლებთო, თორე კიდე მე ტერიტორიებს აგვართმევენო რა.